სექტორის წარმომადგენლები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები გაზპრომის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ უნდა შეეცადოს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვას, ამას ასახელებენ შეკრებილები აქციის მთავარ მიზნად. ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდეა შეკრული და მარიამ გაფრინდაშვილია პირდაპირ ეთერში. მარიამ, რა ხდება აქციაზე? Anuka akcija Gazpromis წინააღმდეგ უკვე დასრულდება რამდენიმე წუთში. Ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით რუსეთის საელჩოსთან, როგორც უკვე იცით, ხელისუფლების მიერ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები დღეს გააპროტესტეს პოლიტიკოსებმა, მოქალაქეებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სწორედ ამ მიზნით მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე. ამ აქციის ორგანიზატორი არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ახლა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ დავით. არის გზავნილი მთავარი ხელისუფლების მიმართ. თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს გაზპრომის საქართველოს შემოსაყვანად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს აზერბაიჯანს არ შეუძლია გაზის მოწოდება დამატებით, შემდეგ მოვისმინეთ, რომ თურმე ამას მილსადენის სიმძლავრე არ ყოფნის, შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ გაზპრომს არ შემოვიყვანთ, მაშინ რუსეთი ირანიდან მოამარაგებს სომხეთს და დავიღუპებით, შემდეგ გვითხრეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით აუცილებლად მონეტიზაცია უნდა მოხდეს. ანუ მთელი ეს 6 თვე ჩვენ გვასმენიებდნენ ტყუილებს და ცდილობდა ხელისუფლება გაზპრომის შემოყვანას ქვეყანაში. ეს ყველა ტყუილი დადასტურდა 3 დღის წინ, როდესაც ხელი მოეწერა სოკართან შეთანხმებას დამატებითი მოცულობის მოწოდების შესახებ და ეს იყო უკვე პირველი სერიოზული გამარჯვება ჩვენი საზოგადოების. მაგრამ ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და დღევანდელი აქციის გზავნილი სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოება ნაციონალურ მოძრაობა ქართულ ხალხთან ერთად არ დაუშვებთ იმას, რომ ქვეყანა დაბრუნდეს რუსულ წყდიაჩი. არ დაუშვებთ იმას, რომ საქართველოში კვლავ იყოს სიბნელე, კვლავ იყოს სიწივე და კვლავ იყოს ის უბედურება, რაც ყველას გვახსოვს 2000-იანი წლებიდან. ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ გაზპრომის და რუსეთის საქართველო, ყველამ ერთად გავიარეთ ის სიბნელე, სიცივე, გაჭირვება და ამიტომ ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად არ მივცევთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ისევ იქ დააბრუნოს ქვეყანა. აი ეს იყო ამ აქციის გზავნილი, ვფიქრობ ძალიან ძლიერი და ძალიან მკაფიო გზავნილი იყო და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქციის შემდეგ ხელისუფლება ვეღარ გაბედავს გაზპრომთან დამატებითი შეთანხმების და განსხვავებული შეთანხმების გაფორმებას, ხოლო ოქტომბერში ყველა ერთად ამ რისკს წერტილს დაუსვავთ, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების გზით ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ და წარსულში დაბრუნების შანსი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ ათასობით ადამიანს, ვინც დღეს აქ დადგა და ვინც საკუთარი საქციელით დაიცვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი და ვინც საკუთარი საქციელით უზრუნველყო ის, რომ საქართველო არასდროს აღარ დაბრუნდეს რუსულ წყდიაჩი. დიდი მადლობა თითოეულ ასეთ ადამიანს და დიდი მადლობა იმ 100,000-ობით ქართველს, ვინც დღეს გულშემატკივრობდა. მადლობა, ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ჩვენთან ერთად იმყოფება გიგა ბოკერია. ბატონ გიგა, კახიკალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ხელი მოეწერა დოკუმენტი სოკართან. თუ შეიძლება, ან რას ელოდებით? ხელმოწერილი არ არის ჯერ დოკუმენტი. ჩვენ არ ვწარველოდებით, ჩვენ მთელი საზოგადოება ამ 7 თვის შემდეგ გადავირჩევთ ივანიშვილის რეჟიმს საპარლამენტო არჩევნებზე ოქტომბრის და ამ საფრთხეებს წერტილს დაუსვევთ. მაგრამ ამ 7 თვეშიც კი რაც დარჩენია ივანიშვილის რეჟიმს არჩევნებამდე და მის გადარჩევამდე, ჩვენ ვიყოთ ყურადღებით. ჩვენ ერთ გამარჯვებას თელმა საზოგადოებამ არ ერთმა პარტიამ მივახციეთ, რომ შევამცირეთ მინიმუმ რისკი და რაც თანსდევდა ამ მოლაპარაკებებს გაზპრომთან, როცა ივანიშვილის რეჟიმი გვატყუებდა თვეების განმავლობაში, რომ გარდაუვალი იყო ჩვენი ხელახლა დამოკიდებულების აღდგენა გაზპრომზე, ეს აღარ მოხდა, ეს არის ძალიან კარგი. ოღონდ აი ეს რაც მოხდა ადასტურებს იმას, როგორც ცდილობდნენ ჩვენ ზურგს უკან ამის შეპარებას. როგორც ცდილობდნენ, რომ ისე ჩვენი ბავშვები გაყინულიყვნენ ზამთარში. ისე ყოფილიყო მუდმივი წყვეტა და პოლიტიკური შანტაჟი. ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ. ამ 7 თვეში უნდა ვიყოთ ყურადღებით ამ აქციის თავი გზავნილი. ეგ არის, რომ იცოდნენ, რომ კიდე თუ დააპირებენ ამის შემოპარებას, ამას უყურადღებოდ არავინ არ დატოვებს და 7 თვეში ესეთი საფრთხე, რომ საკუთარი მთავრობა ყავდეს, რომელიც მუდმივად აი ეზოში მარტო ბავშვის გაშვება არ შეიძლება, აი ეგეთი მთავრობა იყოს, რომ ყურადღების გარეშე თუ დატოვე რაღაც შარში გაგხობს, აი ამ ყურადღებას არ მოვადუნებთ არც 7 თვე და 7 თვის თავზე როგორც მოგითხარით, თავარ პრობლემას ქვეყნის შიგნით რაც გვაქვს, გადავჭრით. დიდი მადლობა, ეს იყო გიგა ბოკერია, როგორც უკვე გითხარით, აქცია მიმდინარეობდა დაახლოებით 1 საათის მანძილზე და აქციაზე პოლიტიკოსების გარდა იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებებს რუსულ ენერგოკომპანიასთან.
გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო, რომ უნდათ უკანა კარიდან გაზპრომის შემოტანა, ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება, იმიტომ რომ თვითონ არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად გაზპრომი საქართველოს არ ჭირდება, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ქუჩაში გამოდის უამრავი ადამიანი, რომელიც ამას აპროტესტებს. ძალიან კარგია, რომ არაერთი პროტესტის შედეგად და საზოგადოების მიერ ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგად ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე ეს პროცესი დაასრულა ისე, რომ ჩვენ არ დავზარალდით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წნეხი იყოს მუდმივად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის გაზპრომი ხედავდეს, რომ გაზპრომის ადგილი საქართველოში არ არის და აი ამ მტკიცე პოზიციაზე დგას საზოგადოება. გაზპრომი არის რუსეთი, გაზპრომი არის პუტინი, გაზპრომი არის მტერი. ყოველი ჩვენგანის თავისუფლების დამოუკიდებლობის მომავლის მტერი. შესაბამისად, გაზპრომის საქართველოს შემოყვანა არის სრულად დაუშვებელი. ჩვენ გვახსოვს რა იყო, როდესაც გაზპრომზე ვიყავით დამოკიდებული და ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც გაზპრომს ელაპარაკება საზოგადოების ზოგს უკან, ფარულად, მალულად, ჩვენს ხელშია ყველაფერი. რომ არა ჩვენი აქტიურობა, ივანიშვილი და კალაძე ჩვენ მომავალს გაყიდიან. საქართველოს ყიდიან ეს ხალხი და გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებდნენ ბოლო 6 თვის განმავლობაში. გამარჯვებას ერთი ხელმოწერა აკლია და ჩვენ ამ ხელმოწერასაც აუცილებლად მივიღებთ და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ, თუმცა ამ აქციას საზეიმოებერი უკვე აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ რა ძალა აქვს საზოგადოების პროტესტს, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ეს რუსთავის მაგალითზე, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ეს გაზპრომის მაგალითზე. ზუსტად ამას დავინახავთ 2016 წლის ოქტომბერში. როგორც უკვე გითხარით, აქცია გაზპრომის წინააღმდეგ უკვე დასრულებულია. მადლობა მარიამ, ეს მარიამ გაფრინდაშვილი იყო. და ცოცხალი ჯაჭვის კიდევ ერთი ეპიცენტრი მთავრობის კანცელარიის მიმდევრ